Παρამშვიდობისად დღეს მინდა ვისაუბროთ ჩაკრებთან დაკავშირებით. ხშირად მიწევს ახსნა ბევრი ინფორმაციასაც ვდებ, მაგრამ რამდენად გასაგებია თითოეული ადამიანისათვის ვეცდები ხა უფრო კარგად აკიხსნათ. სულ არის 7 ძირითადი ჩაკრა. პირველი კუდუსუნის საწვისში მდებარეობს, ეს არის ენერგეტიკული მორევი. ადამიანს როგორც ფიზიკური სხეული აქვს, რომელსაც ვხედავთ, ესევე აქვს ენერგეტიკული სხეული, ხო, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ გვგრძნობთ. აი მაგალითად ხელის გულები რო ერთმანეთს გაუსვათ, ესეთ რაღაცას რო გააკეთეთ, აი მე ესეთი რაღაცა რო გააკეთოთ, იგრძნობთ, რომ თითქოს თქვენს ხელებს შორის რაღაცა იდრიკება, რაღაცას ეხებით. ანდა კიდე ძალიან ენერგიული ადამიანი რო მის გვერდში რო ჯდებით, სიმხურვალეს გრძნობთ, რაღაცა ენერგეტიკას გრძნობთ, იმდენად ასხივებს ის ადამიანი, როცა დიდი ენერგეტიკის მქონე ადამიანია. ამიტომ სხეულში არის განლაგებული ეს 7 ენერგეტიკული ცენტრი. თითოეული ეს ენერგეტიკული ცენტრი პასუხისმგებელი არის ამა თუ იმ ორგანოზე და პასუხისმგებელი არის ამა თუ იმ გრძნობებზე, ემოციებზე. აი მაგალითად პირველი ჩაკრა ხერხემლის დასაწყისში მდებარეობს და ეს ცალმხრივია. ეს და მეშვიდე ჩაკრა არის ცალმხრივი. დანარჩენი ეს 1, 2, 3, 4, 5 ჩაკრა არის ორმხრივი. აქაც აქვს მორევი და მის მოპირდაპირე მხარესაც. მაგალითად მე-6 ჩაკრას აი აქაც აქვს ეს მორევი რო წარმოიდგინოთ და კიდე აქაც აქვს. აი უკანა მხარეს. ესევე არის ყელის ჩაკრა. აქაც აქვს და მის მოპირდაპირე მხარესაც აქვს. ეს წითელი ჩაკრა პასუხისმგებელი არის ადამიანის ფიზიკურ სხეულთან, მის რეაქციებთან, ანუ როგორ აღიქონს თავის თავს, როგორი შეხედულება აქვს თავის თავზე, როგორ გამოიმუშავებს, ვთქვათ, ფულს, როგორი უნარიანია, ანუ ეს ადამიანი დაბალი თვით შეფასება რო აქვს ადამიანს, შიშარა რო ადამიანი, პირველ ჩაკრასთან აქვს, ანუ პრობლემები. და ძალიან ეხმარება ასეთ ადამიანებს თუ წითელი ფერის სამოსს ატარებს, თუ წითელი ფერის საკვებს მიიღებს, თუ ვთქვათ წითელი ფერთან აქვს შეხება, ეს ახშევათ სურათი გქონდეთ რაღაცა წითელ ფერებში შესრულებული